ეგეთი რამე გახსენდებათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი? არა, ეგეთი მაგალითი არ ვიცი. ან საბჭოთა კავშირი, რუსეთი, თქვათ, ჩილო კორეა მაინც, არ ვიცი. 71,000-ით უნდა შემცირდეს თბილისში სტუდენტების რაოდენობა და გამოდის, რომ გარკვეულწილად არის იძულებითი მიგრაცია. ხალხო, ახლა რა იქნება? აი ამაზე გვაქვს პასუხი. იმაზე ორჯერ ნაკლები სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარებას, ვიდრე ამას წინა წლებში ახერხებდა. აი კუბო დგას განათლების სისტემის და ესე ლურსმების ჩაჭედება არის ყველა ის პუნქტი, რომელიც ახლა გავიარეთ და ეს ბაზრის კვლევა იქნება ვენოკი ამ კუბოზე, იმიტომ რომ მე არ მესმის როგორ შეიძლება განათლებას ილაპარაკო ისე რომ მომავალზე არ ფიქრობდე. ეხლა უბრალოდ ვეყრდნობით აკვიატებას. ეგ იქნება რა ვიცი, მკვდრად შობილი ბავშვი, რომელსაც ეცდებიან აცოცხლონ და ბოლოს რო შემოაგდებათ, იტყვევიან, რომ აი deep state-მა ჩაგვიდო. გამარჯობა, მე ვარ ჯვანშერ ჯეჯელავა. კეთი ცოტნიაშვილი. ჩვენ ორივე ვართ ილიანის უნივერსიტეტის თანამშრომლები, სხვაგანაც მუშაობთ ხოლმე, განათლების ექსპერტი არის კეთი, მე ვარ ფიზიკოსი, მესამე თანამშრომელი და პროფესორიც. და აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ველაპარაკოთ განათლების რეფორმაზე, იმიტომ რომ გონია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც უნდა სწავლა უნივერსიტეტში, უნდა ჩაბარება, უნდა გაგრძელება სწავლის, უნდა შეიძლება მაგისტრატურაში გააგრძელოს და მერე იმუშაოს სამეცნიერო კუთხით ან რაღაც ტექნიკურ დარგში, დაინტერესებს ის, რაც ხდება განათლების რეფორმის გარშემო, იმიტომ რომ ხარისხიანი განათლება არის მომავალი ცხოვრების კარგი საძირკველი და საფუძველი, ხოლო დიპლომი ზოგჯერ ფორმალური დაპყრობილება შეიძლება იყოს იმისთვის, რომ კარგ სამსახურში მიგიხონ და ისევ რაღაც კარგი ცხოვრება გარანტირებული გაიხადო. ამიტომ ამ საკითხებზე სალაპარაკოთ დღეს შევიკრიბეთ და პირველი რიცით დავიწყებ. რა ჯდება უფასო განათლება? პირველ რიგში გააჩნია როგორი სისტემა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. აი საქართველოში ახლა რა ჯდება? დაფინანსების თვალსაზრისით. საქართველოშიც დღესაც დაახლოებით 20,000-მდე სტუდენტი გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. ეს არის პროგრამული დაფინანსებები, ეს არის სოციალური დაფინანსებები. ასევე არის საგრანტო დაფინანსება და ვიცით რომ ეს საგრანტო დაფინანსებაც ნაწილდება 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი. თუმცა ეხლა შესულ ესე გამოცდების ხარჯი რასაც იღებენ, ხო? კი, ეროვნული გამოცდების ქულების საფუძველზე, რასაც იღებენ. ეხლა ცვლილება რაც შევიდა, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით უქმდება საგრანტო დაფინანსება და სახელმწიფო უკვე მთლიან თანხას გამოუყოფს ხოლმე უნივერსიტეტებს იმისთვის, რომ სტუდენტების სწავლა დაფინანსდეს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო, როგორც ეს გამოაცხადეს. თუმცა ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფოსგან ვეღარ დაფინანსდებიან და სრულად თვითონ მოუწევთ სწავლის გადასახადის გადახდა. ან უნდა დაეყრდნონ იმ რამდენიმე შესაძლებლობას, რასაც თვითონ კერძო უნივერსიტეტები თავისი წყაროებიდან სთავაზობდნენ ხოლმე საგრანტო სახით. ანუ ალბათ ესე იგი მეტი ფული გამოყო სახელმწიფო სტუდენტებისთვის, იმისთვის რომ უფასო სწავლება დაუფინანსოს, ხო, სავარაუდოდ. ეს დაშვება უნდა იყოს სწორი, თუმცა იმ ანალიზიდან გამომდინარე, რაც გავაკეთეთ, სახელმწიფო დაფინანსება უმაღლეს განათლებაზე ბოლო ან 2024-ში, 2025-ში და 2026-ში რაც არის დაგეგმილი, დიდად არ იზრდება. დაახლოებით 2 მილიონით არის გაზრდილი ეს ბიუჯეტი, რაც არაფერი არ არის. ეს არის დაახლოებით 136 მილიონი მთლიანად. თუმცა აი აქედან ეს განათლებაზე მთლიანად თუ? ხო, განათლებაზე და რაც შეეხება სტუდენტების დაფინანსებას, ამაზე გამოყოფილი არის 29 მილიონი ლარი დაახლოებით. და ეს ეხება ყველანაირ დაფინანსებას, ანუ სოციალურ დაფინანსებასაც, პროგრამულ დაფინანსებას, ვაუჩერულ დაფინანსებას. აი ეს გრანტები ყველაფერი შედის მაგაში. ყველაფერი შედის ამაში და ეს ეხება ასევე ორივე საფეხურს, საბაკალავრო საფეხურს და სამაგისტრო საფეხურს. დოქტორანტებიც შედის მაგაში თუ ისინი ცალკე დოქტორანტები არ ფინანსდებიან სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად დოქტორანტები არ შედიან, თუმცა დოქტორანტები ისედაც ცოტანი არიან, დაახლოებით 200 დოქტორანტი ირიცხება ხოლმე წელიწადში. და ეს უნივერსიტეტები აფინანსებენ
აფინანსებდნენ ხოლმე მაგას თუ გრანტები თუ როგორი სისტემა გქონდა? ეს ერთადერთი საქართველოში არის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლა არის უფასო, დანარჩენი თვითონ დოქტორანტები იხდიან ამ გადასახადს. TSU-შიც დოქტორანტები იხდიან. საინტერესო ახლა ამ უფასო განათლებასთან დაკავშირებით არის ის, თუ რამდენი სტუდენტის დაფინანსებას შეძლებს სახელმწიფო იმ გამოყოფილი ბიუჯეტით, რაც აქვს და რომელიც ახლა ამ დღევანდელი მდგომარეობით რაც ვიცით არ იზრდება. დაახლოებით საჯარო უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ირიცხება 24,800 სტუდენტი და ამაში შედის ბაკალავრიატის, ანუ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების, მაგისტრატურის სტუდენტებიც და დოქტორანტებიც, იმიტომ რომ 200-ია და დიდ სხვაობას ეს არ იძლევა. აი ეს ყველა სტუდენტი საჯარო უნივერსიტეტში იმ შემთხვევაში თუ კვოტა არ შემცირდა და იგივე რაოდენობის სტუდენტების მიღება შეძლეს, როგორც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ წინა წელს, ამისთვის საჭირო თანხა წარმოადგენს დაახლოებით 56 მილიონს. ეს საიდან არის გაცვლილი ახლა? ეს დავთვალეთ იქიდან, რომ თუ თქვათ 24,800 სტუდენტი ჩაირიცხება და ერთი სტუდენტის ღირებულება დავთვლით როგორც 2250 ლარს, თუმცა ახალი გათვლებით ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით თვითღირებულება პროგრამების არის განსხვავებული და ეს თვითღირებულება ვარირებს 3000-დან 6000 ლარამდე. შესაბამისად, ეს 2250 ლარი, რის პირობებშიც ჩვენ ეს დავთვალეთ, არის მინიმალური თანხა ისედაც. და როგორც თქვი, იმისთვის, რომ ის სტუდენტები და ის კვოტები შეინარჩუნოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, რაც ჰქონდათ 2025 წელს, და თუ ის ყველას დააფინანსებს, ამისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 56 მილიონი ლარი. ეს კონსერვატორი, ეს თუ არაფერი არ უნდა შეიცვალოს, თუ საკმარისი ითვლება, ხო? მაგრამ საკმარისია რო? მაგრამ ის თანხა, რაც წინა წელს გამოყო სახელმწიფომ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების დასაფინანსებლად, ან პირველ კურსზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად არის დაახლოებით 29 მილიონი ლარი. შესაბამისად, თუ ეს თანხა არ გაიზრდება და დღევანდელი მდგომარეობით ვარაუდობთ, რომ ეს არ იზრდება, იმიტომ რომ ბიუჯეტში ზრდა არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეეძლება მხოლოდ 13,000 აბიტურიენტის და მაგისტრანტის დაფინანსება. ანუ დაახლოებით მაშინ მისაღები კვოტა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა გაანახევროს. შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს უფასო განათლება, თუმცა ხელმისაწვდომობა განახევრდება და იმაზე ორჯერ ნაკლები სტუდენტი შეძლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარებას, ვიდრე ამას წინა წლებში ახერხებდა. სცენარში გარსად არ უთქვამთ, რომ კვოტებს არ გაზდიან, ან კვოტებს რას უზავან არ არის გასაგები. დაფინანსებაზე გრანტების სისტემას თუ გაუქმება, შეიძლება თქვან, რომ ფიქსირებულ თანხას გირიცხავ უნივერსიტეტში და შენ გაანაწილე, შენ უკეთ იცი თქვათ, რა ვიცი, შეიძლება სტუდენტების ზოგის განათლება 200 ლარი გიждდება წელიწადში და ზოგის თქვათ 3000 და გაანაწილე. ანუ არაფერი მოთხოვნა არ არსებობს, ხო, რომ სტუდენტზე ამდენი უნდა იხარჯებოდეს, ან საიდან გამოდის ეს თანხა? ერთადერთი არსებობს ისევ ის დათვლა, რომ პროგრამის თვითღირებულება ერთ სტუდენტზე დაახლოებით იწყება 2800 ლარიდან და ეს 2800 ლარიც მარტო ესეთ განათლების მიმართულების პროგრამაზეა, დანარჩენი უკვე აი ამ 3000-დან 6000 ლარამდე მერყეობს, ისე რომ 200 ლარად ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა იქნება შეუძლებელი. ანუ პროგრამის ამას რო იცვლიან, ანუ ლექტორების ფული იგულისხმება, თქვათ, უნივერსიტეტს რა უჯდება ალბათ აუდიტორიების მოვლა, პატრონობა, თქვათ, რა ვიცი, თვალის დალაგება თუნდაც, დენის ფულის გადახდა, გათბობა ზამთარში და ეს ყველაფერი რაც საჭიროა იმ კონკრეტული პროგრამის ხო, შეიძლება კომპიუტერების განახლება, ხო და ამ შემდეგ. აჰა, და ეს არის 1800, ოღონდ ეს სახელმწიფო გათვლა არის, ხო? ეს არის მინიმალური თანხა, იმიტომ რომ მიმართულებების მიხედვით ეს შეიძლება იყოს 6000 ლარამდე. ხო, მაგრამ ეს სახელმწიფო თვლის მაგას, ხო, როგორც მე. უნივერსიტეტებმა თვითონ მიიღეს ამ თვითღირებულების გათვლაში მონაწილეობა და ამას ეფუძნება. ანუ და მაქსიმალური რა ჭირდება?
6000 იყო მაქსიმალური. ვიზა მედიცინაზე თუ? მედიცინა და იყო მომსახურების სფერო, მომსახურების სფეროში რა იგულისხმეს და რა ჯდება ესეთი ძილი არ ვიცი. ანუ განათლების სფერო უფრო იაფი. განათლების სფერო არის ყველაზე იაფი აქაც. ყველაფერთან ერთად. გრანაერად არის. საინტერესოა მომსახურების თემაში. ჩახედვა. აი რა ასწავლეს თქვათ. ხო, კაი. მაგრამ ეს ლექტორების ფული წესით აქედან შემოდის, ხო, უნივერსიტეტში? ანუ ცალკე დაფინანსება უნივერსიტეტს არ აქვს ლექტორებს რო გადაუხადოს, ხო? წესით აქედანმა შემოვიდეს, ხო, ანუ ეხლა ეს დაფინანსების მოდელი, რაზეც ლაპარაკი იყო, რთულია ვთქვათ, როგორი ფორმით დაინერგება, იმიტომ რომ ეხლა კანონის ცვლილებაში წერია, რომ ამ წესაც დაამტკიცებს სამინისტრო, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ მოდელზე გადავდივართ, ისე რომ ეგეც გაურკვეველია ლექტორების დაფინანსება და ხელფასების თანხა, რომელიც წყაროებიდან იქნება განსაზღვრული. აი, მაგრამ აქამდე იყო სულ სტუდენტების ფულიდან, ხო? ესე იგი გამოდის, რომ თუ ლექტორების დაფინანსება ცალკე შემოდის, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. მაშინ სავარაუდოდ, ხო ეგრე? ამიტომ სავარაუდოდ ისევე დატოვებენ, ჩაითვლება, რომ როგორღაც გაანაწილე და თქვათ იტყვიან, აი ეგეთი რაღაცა რო თქვან, რომ ეხლა თქვათ ცოტა, ანუ ფაკულტეტების სენდოში ისე დიდები აღარ არის, როგორც საბჭოთა დროს. თქვათ იყო ფაკულტეტების საბჭოთა დროს 150 კაცს უშვებდნენ, თქვათ ქიმიკოსებს თქვათ. ეხლა რო თქვან, რომ ხო, აი ეს ოპტიმიზაცია რო ჩატარდეს და თქვათ, როცა სწავლობ რაღაც დიდ საგნებს, ერთი ლექტორი დაგჭირდება, ამ ბევრს მოუვლის და თქვათ მაგის ხარჯზე რაღაცნაირად გავაიაფებ ამ სისტემას. გამოვა იქ თუ არ გამოვა თუ როგორ ფიქრობთ თქვენ? არ ვიცი ეს როგორ გამოვა და რამდენად უფიქრიათ საერთოდ პედაგოგიურ მიდგომებზე. როდესაც ფინანსურ გათვლებს აკეთებენ, თუმცა ერთი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ ეს 2250 ლარიც რითიც ფინანსდებოდა ერთი სტუდენტი, ესეც საკმარისი არ არის სხვადასხვა მიმართულებების, თვითღირებულებების დასაფარად და უნივერსიტეტები ამას აკომპენსირებდნენ საერთაშორისო სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლით ან საერთაშორისო გრანტებით და დღეს გვაქვს ესეთი ვითარება, რომ საერთაშორისო სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში იზღუდება და შესაბამისად ეს თანხაც ქრება და ასევე გრანტების კანონიდან გამომდინარე, გრანტების მიღებაც წარმოადგენს პრობლემას. გამონაკლისები არის დაშვებული მხოლოდ სამ საგრანტო წყაროზე, ჰორიზონტის, ერასმუსის და დადის პროგრამებზე. რუსთაველის ფონდზე არ არის? რუსთაველის ფონდი სავარაუდოდ რადგან ქვეყნის შიგნით არის დიდი თანხმობა არ ჭირდება, თუმცა იმდენად მინიმალურია რუსთაველის ფონდის დაფინანსება, რომ ეხლა სხვა პროგრამები ამით დაკომპენსირდეს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. და ეს 2250 მიღებულია რომელ წელს? ანუ რომელიც 2010 წლიდან არის ეს თანხა და იმის მერე არ შეცვლილა. ანუ ეს რაც ხო. არა, უნივერსიტეტები არიან გადარჩენის თვითშენახვის რეჟიმში. ანუ მინიმუმ რო დავთვალოთ ეხლა რამდენიც შეიცვალა ფასები და ხელფასები გაიზარდა, წესით უნდა გაგვეორმაგებინა, ან შეიძლება გაგვესამაგებინა, რომ 6000 ლარზე რო იყოს ლაპარაკი, ეს იგივე იქნებოდა, რაც მაშინ რომ მიიღეს, ხო, ალბათ? ხო, ალბათ. მეახლოებით, ეს მგონია. ცუდი სცენარი იცი რა არის, მაგაზე შემიძლია რაღაც პასუხი გავცე. იმიტომ რომ უნივერსიტეტს მაგალითად აქვს რაღაც ფონდი, რომელსაც მე როგორც ვიცი, აქვს რაღაც ფონდი და სახსრები და შეიძლება დაავალონ მაგის გახარჯვა. მაგით უცხან რომ შენ ახლა გაქვს და ეს 4 წელი, მოდი აი ამ ფონდებიდან გადაიხადეო. ეგეთი რაღაცა შეუძლიათ. ალბათ აიძულონ კიდევაც შეუძლიათ კანონმდებლობის ფორმით. ხო, ანუ გარდამავალ პერიოდში სავარაუდოდ მაგაზე აქვთ აქცენტი, იმიტომ რომ თუ თვითონ და ესეც არის მე მგონი მიზანი ფინანსური შეზღუდვა იმისთვის, რომ გარკვეული უნივერსიტეტები ფინანსურად მოგვიდონ. ანუ დღეს თუ თქვათ შენ ლაპარაკობ, რომ აი ჩემ აკადემიურ თავისუფლებას და ავტონომიას ვიცავ, ამ ყველაფერს არ ვეთანხმები, შეგიქმნიან ისეთ პირობებს, რომ იძულებული გახდები, ან იმ პირობებს დათანხმდე, რასაც გეუბნებიან, ან საერთოდ ვეღარ შეძლებ ფუნქციონირების გაგრძელებას. იმიტომ რომ მაგალითად უნგრეთში არის ეგეთი პრაქტიკა, რომ ვინც სახელმწიფოს ესე კონტროლირებად ფონდში არ შევიდა, ის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სახელმწიფო დაფინანსება და ორი უნივერსიტეტი, აი ჩვენთან როგორიც არის ტექნიკური უნივერსიტეტი და TSU, ან ძველი უნივერსიტეტი, ძალიან ცდილობდნენ ბოლომდე, რომ ამ ფონდში არ შესულიყვნენ, თუმცა იმდენად გაუჭირდათ ფინანსურად, რომ ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უკვე შევიდა ამ ფონდში და ეხლა მოუწევს, რომ აი ამ
დიდ უნივერსიტეტსაც, რომ მათ დაექვემდებაროს. იმის ხარჯზე ოპტიმიზაცია შეიძლება თქვა 4 წლიანი ბაკალავრიატი 3 წელზე რო გადავიტან, გამოდის რომ ნაკლები კურსები უნდა გავიარო, ხო, მე ეგრე მესმის. ან მაგინ პირიქით ინტენსიურად უნდა ჩამტენონ და მითხან რომ, რა ვიცი, 10 საათიან სალექციო კვირაზე გადადიხარ, დღეზე გადადიხარ და ეგ წესით მესამეც მინიმუმ მე-4-ს განათავისუფლებს, ხო, თანხების რომელიც სტუდენტზე იხარჯება. უპირობითად თქვა 2250 თუ არის ეგრეთ ჩანს, რომ 10000 ლარი არის გაწვლილი ბაკალავრიატზე და ეს არის განაწილებული 4 წელიწადზე. გამოდის რომ 7500 იკმარეთ, ახლა მაგას გეტყვიან, ხო, ეგრეა? შეიძლება, მაგრამ ეხლა კანონში ჩაიწერა ისევ საკმაოდ მოგხდინოთ. ანუ კონცეფციაში კი ეწერა, რომ 3+1 მოდელზე უნდა გადავსულიყავით, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებაში წერია, რომ მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა. რაც ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია ის გადავა 3 წლიანზე, თუმცა სავალდებულო არ არის და შეუძლიათ უნივერსიტეტებს და პროგრამებს თვითონ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. წესით კანონში ესე წერია და სხვა ნარატივები მე არაოფიციალური რა იქნება, ეგ არ ვიცი. და თან ამ საუბარი არის ისევ ხარისხზე, რომ სხვადასხვა პროგრამები სწავლის შედეგებზე ვერ გავლენ 3 წლის განმავლობაში და თუ თქვათ პრიორიტეტი იქნება ფულის დაზოგვა, ხარისხიან განათლებაზე გარკვეულ უარს ამბობ და ამით აკომპენსირებ. კაი, გავაზავოთ ახლა ჩვენი გადაცემა კითხვებით, რომლებიც აი აბიტურიენტების, როგორც მივხვდი, ფორუმებიდან, აბიტურიენტების ფორუმებიდან არის ამოკრეფილი და მოდით ნახოთ. ნახოთ აბიტურიენტების კითხვები. გამარჯობა, ამ ახალ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რა ხდება? ვინმემ თუ იცით ფსიქოლოგიას რომელ უნივერსიტეტში დატოვებენ? ამ კითხვაზე ალბათ მარტო ფსიქოლოგიაზე არა, უფრო სხვადასხვა მიმართულებებით შეგვიძლია რომ მოვიაზროთ და ვარაუდი რა შეიძლება რომ იყოს, სად რა იქნება. სინამდვილეში პრობლემა ის არის, რომ არ ვიცით, ეხლა მიდის კონსულტაციები სამინისტროში, როგორც ვიცი, იბარებენ უნივერსიტეტებს და ეს უნივერსიტეტები რაღაცა ცდილობენ ახსნან, რომ აი ჩვენთან უნდა დარჩეს ეს პროგრამა და ეს სხვასთან არ გადაიტანოთ, მაგრამ კანონში ან ცვლილებებში რა წერია, გამონაკლისებსაც დაუშვებთო წერია. ანუ შეიძლება თქვან, რომ ფსიქოლოგია მაგალითად 2 უნივერსიტეტში იქნება. შეიძლება თქვან არა, ერთში. ეგ არ წერია, მგონი წერია. ეგ აღარ წერია? გამონაკლისების გარდა ხო ეწერა? გამონაკლისები არ ეხება ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს. მე მგონი ისე მოქნილად წერია მან რაღაცეები, რომ არ ვიცი. ოკეი, ანუ ყველაფერზე იქ წერია, რავი, ყველაფერი მოქნილად წერია და ისე რომ გაწელავენ თუ რამე, იტყვიან მაგი არ გიგულისხმიაო და თან იტყვიან ეს კონცეფციაში წერია. კანონში არ მახსოვს რა წერია ახლა. კანონში მაგას ვერ ჩაწერენ, ერთი ფაკულტეტი, ერთი ხო, ეგ არ წერია. ამიტომ მაგრამ ხო სხვა ხაზებს შორის წაკითხვა ხო და მაგას ვიძახი, ხაზებს შორის თუ არ მოგინდება, მე ისე გადაასხვაფერებ და მე ასე. ამიტომ მე მგონია ამ კითხვაზე პასუხი ეხლა თავრობიდანაც რო კითხო ხალხს, მაგენიც ვერ გიპასუხებენ, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა რაღაცებს პასუხობენ. ცოტა რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ რაღაცები ვიცით და რაღაცები არ ვიცით. ფსიქოლოგიის მიმართულება რომელ უნივერსიტეტში იქნება, ეს არ ვიცით, იმიტომ რომ ვიცით რომ არსებობს ესეთი რეფორმის პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მაგრამ სავარაუდოდ ფსიქოლოგიის მიმართულება იქნება შენარჩუნებული დიდ ქალაქებში. თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ ვიცი. ანუ ქუთაისში, თბილისში თუ ბათუმში? შეიძლება ბათუმშიც. მაგალითად, სამართალი არის აი ამ რეფორმის წამყვანი მიმართულება და ყველა მიმართულებაზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ სამართლის მაგალითზე დაფუძნებით. მათ შორის დასაქმების ბაზარზე, სწავლის ხანგრძლივობაზე და ასე შემდეგ. რაც დიდი შეცდომაა იმითი, რომ ეს ერთი მიმართულება არის გენერალიზებული თითქოს ყველა სხვა მიმართულების პრობლემის ასახსნელად და რეფორმის გასატარებლად. მე ვიტყოდი მარტო ეგ ანუ შეცდომა ზოგადად რასაც ხედავ საერთოდ მიდგომაში, რომ შეცდომასაც შეიძლება მოგივიდეს იმ საქმეში, რომელსაც პირველად აკეთებ და იმ საქმეში, რომელსაც თქვა აკეთებდი, მაგრამ სხვანაირად გინდა ააკეთო. მაგალითად, მასშტაბს ცვლი, ამ პროცედურებს ცვლი. ახლა განათლების სისტემას დაფინანსებას ცვლი, მასშტაბს, ანუ მთლიანად გეოგრაფიულ განაწილებას ცვლი, უნივერსიტეტების შიგნით როგორ ფუნქციონირებდა ცვლი. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ შენ ფეხი ერთი უნივერსიტეტის მეორეს უნდა მიაკერო, იმის ხელი უნდა მიაკერო მეოთხეს, მეხუთეზე უთხრა, რომ საერთოდ შენ ხელები არ გჭირდება, აწი, იმიტომ რომ მე ესე გადავწყვიტე და ეს რაღაცნაირად უნდა ამუშავდეს და ამუშავებს ამას
ალბათ ადამიანი რომელიც განათლებაში ერკვევა, მაგრამ ხალხი რომელიც აკეთებს განათლებაში არ ერკვევა, მარტო იურიდიული ფაკულტეტის ფუნქციონირებაში, ისიც ფაკულტეტის ფუნქციონირებაში არა, ანუ ლექტორი იყო, ხო, ყობახიძე TSU-ში ლექტორი იყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ იყო TSU-ში, ან რაღაცა მასეთი პოზიცია არ არის. სადღაც ხარისხში მუშაობდა, რაც ახლა არაფრით არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სტრატეგიული ხედვა გქონდეს უნივერსიტეტი როგორ უნდა მუშაობდეს. თან ყველა დარგზე. ამიტომ არ ვიცი, მე მაგას ვუყურებ, როგორც ეგ იქნება, რა ვიცი, მკვდრად შობილი ბავშვი, რომელსაც ეცდებიან აცოცხლონ და ბოლოს რო შემოაგდებათ, იტყვევიან, რომ აი deep state-მა ჩაგვიდო. თორე გამოგვივიდო და ყველაფერი. ანუ მართლა რა, მე სხვა გამართლებას ვერ ხედავ, როგორ შეიძლება ამან იმუშაოს. ხო. სატესტო უნივერსიტეტი მაინც აეღოთ, სატესტო ქალაქი აეღოთ, რა ვიცი, რამე პატარა რეგიონული ქალაქი, რომელშიც ფული ეყოფათ. ხო, საკმაოდ უსამართლოა ახლა ეს პროცესი აბიტურიენტებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ თავის მომავალთან დაკავშირებით, პროფესიასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტთან დაკავშირებით და არაფერი არ არის გარკვეული. და პრინციპში სამინისტრო ამაზე პასუხს და პასუხისმგებლობას არც იღებს. ის ვთქვათ, ის რომ მე უნივერსიტეტში ვთქვათ, ეხლა შემეძლო სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში ერთი და იგივე ქალაქის პირობებში, ვთქვათ, თბილისის პირობებში ამერჩია. მაგაზე ვიცით, ვთქვათ, ხარისხს გააუმჯობესებდა თუ აუარესებდა თუ რაღაც სტატისტიკის შიდა მობილობაც ქონდა. იქნებ პირიქით უკეთესია, რომ ერთი უნივერსიტეტი მაქვს, ერთი არჩევანი მაქვს, დავწერე ეს არჩევანი, ან ჩაობარე, ან არ ჩაობარე და მარტივი პასუხები მაქვს და არ მიწევს ფიქრი მაგაზე. ამ რეფორმის პრობლემა ეგ არის, რომ ეგენი არ ვიცით. იმიტომ რომ შესაძლებელი არის, რომ გარკვეული სინერგიები განხორციელდეს სხვადასხვა ფაკულტეტებს, რეგიონებს, უნივერსიტეტებს შორის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს სინერგია განხორციელდეს, უბრალოდ დავიჩემოთ ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს ერთ ქალაქში, ეგ არ არის საკმარისი, უნდა შევაფასოთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში რა პოტენციალი არსებობს თანამშრომლობის, რაში შეიძლება რომ ეს რესურსების შერწყმამ უკეთესი შედეგი გამოიღოს და ეხა უბრალოდ ვეყრდნობით აკვიატებას, რომ ეს ასე უნდა იყოს და რა რესურსებზე და ანალიზზე დაფუძნებული ეგ არ ვიცით. მაგალითები გვაქვს ეგეთი რამე გახსენდებათ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი? არა, ეგეთი მაგალითი არ ვიცი. ან საბჭოთა კავშირი, რუსეთი, თქვათ, ჩილო კორეა მაინც, არ ვიცი. არა, ანუ ეგრე ყოფილიყო პრინციპი, ეგეთი არა. ისედაც ახლა საქართველოში სხვადასხვა რეგიონში მარტო ერთი უნივერსიტეტია და ისედაც ბუნებრივად ესე გამოდის, მაგრამ ის რო აი რამდენიმე უნივერსიტეტი თუა ქალაქში და მაინც პრინციპი იყოს ეს, ეგეთი არ არის. ანუ სხვა ლოგიკაა ხოლმე იმის უკან, თუ ესეთი სინერგიები ხდება. თავარი სირთულე ერთი არის ის, რომ შეიძლება იმ უნივერსიტეტში დარჩეს რომელიღაცა მიმართულება, რომელშიც ჩაბარებაც არ მინდა. თქვათ, რომელიღაცა უნივერსიტეტში მინდა კონკრეტულ მიმართულებაზე ჩაბარება, იმიტომ რომ კონკრეტულ პროფესორებთან მინდა რომ ვისწავლო. ხო, ეგ პრობლემა არის, ანუ კიდე გარდა იმისა, რომ კონკრეტულ პროფესორთან მინდა ვისწავლო, ანუ შეიძლება კონკრეტულ პროფესორთან რაღაცა პირადი კონფლიქტი შემექმნას, ანუ ხონია ჩვენ ფაკულტეტზე აი ამ კონკრეტულ პროფესორს ვერ აბარებს, თქვა, ზოგს ჩემი სწავლება არ მოსწონს, თქვა, არიან ყოველ სტუდენტები, მართლა არც იმაზე არის ცუდი სტუდენტია, ან ცუდი ლექტორია. აი შეიძლება 10 მოსწონს და მე-11-ს აღარ მოეწონა. და თუ ერთი ფაკულტეტია, იმის შიგნით რესურსი მოძებნო, რომ კიდე ვიღაცა ნახო, ძალიან რთულია და ადრე უნივერსიტეტს მაინც შეიცვლი, თქვა. მაგრამ აქ უნივერსიტეტს ვერ შეიცვლი, ქალაქი მთლიანად უნდა გამოიცვალო იმისთვის, რომ ეს ერთი პრობლემური საკითხი აირიდო თავიდან. ასევე სხვადასხვა დარგებში არსებობს თავისი ფილოსოფიური სკოლები და მიმართულებები. და თუ ანუ ერთი პროგრამა მაქვს, ხო, ერთი მიმართულებით, ეს მრავალფეროვნების შესაძლებლობა, ინტელექტუალური მრავალფეროვნების შესაძლებლობა საერთოდ აღარ მაქვს. თუ სუპერ ფაკულტეტებს არ გავაკეთებ. ხო. ისი ალბათობაც ნაკლებია. იმიტომ რომ ფული მაგის არ ფული არ არის და ოპტიმიზაცია მიზანი, ხო, ეს გაცხადებულად ვიცით. პროფესორების ხელფასი თუ გაიზრდება 10.000-მდე, მაშინ რიცხვი უნდა შემცირდეს ეხლამდე 5-ჯერ. ხო, საშუალოდ, რომ მაგას მივაღწიო. სინამდვილეში ისიც არ ვიცით, მაგალითად ქუთაისი მზად არის თუ არა ამდენი სტუდენტის მისაღებად რო რამე. აი თქვა მომინდომა, აი თქვა თბილისში ვერ ვიპოვე ის ლექტორები, მინდა გადავიდე ქუთაისში. ქუთაისიდან პარლამენტი გადაიტანეს უკან და ეხლა ამის ფონზე რამდენად მენდობა თქვა ინვესტორი რომ იქ ავაშენო კამპუსი თქვა. იმიტომ რა ვიცი, ერთი მაგალითი მაქვს. უკვე რომ ვერ განვითარდა. ვერ განვითარდა, ხალხი წამოვიდა, ბინები აიშენეს და უცბად აი პარლამენტი აღარ გვექნება. ანუ პარლამენტი დიდითად თან პარლამენტარებს და სხვანაირი ინფრასტრუქტურა მოყვება იქ. ეს სტუდენტ თქვა რა თანხად შეუძლია ეს პარლამენტარებს მოყვება ალბათ 10-100 ამდენი თუ არა. ამიტომ საერთოდ მზად იქნება თუ არა ქუთაისი,
მოეწონება თუ არა იქა ორმოსახლეობას, ამდენი ახალი სტუდენტი და ბინაზე ფასი რო გაძვირდება მაგის გამო. ჩვენ რაც ნახეთ, თქვათ, რუსები რო ჩამოვიდნენ საქართველოში. ბინების ფასები გასამაგდა მოთხოვნის გამო. ერთი ეგ არის, მეორე არის ის, რომ აი ისევ ინტერვიუებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ თბილისში დღეს არის სწავლობს სტუდენტების 85% და მიზანი არის, რომ თბილისში უნდა დარჩეს მხოლოდ 60% სტუდენტების და ეს ნიშნავს დაახლოებით, რომ 71,000-ით უნდა შემცირდეს თბილისში სტუდენტების რაოდენობა. ანუ ეს 71,000 სტუდენტი რეგიონებში უნდა გადანაწილდნენ. სავარაუდოდ აქცენტი არის ქუთაისზე, ასევე აქცენტი არის საერთაშორისო სტუდენტების გადასვლაზე და გამოდის, რომ გარკვეულწილად არის იძულებითი მიგრაცია, იმიტომ რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კარგი მაგალითია იმის, რომ მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, აქვს არაჩვეულებრივი კამპუსი, გათვლილი არის და ესეთი დაანონსებული იყო, რომ 30,000 სტუდენტი უნდა მიეღო და დღეს აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვს დაახლოებით 1,500 სტუდენტს. და ასევე ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვინც აბარებს, მობილობით მერე ისევ თბილისში გადმოდიან, იმიტომ რომ ისევ ეს სხვადასხვა შესაძლებლობები არ არსებობს. ხო, რაღაც დასაქმების შესაძლებლობები იმისთვის, რომ თავი ირჩინო. იმიტომ რომ ხო, სტიპენდიები არ არის. აქ სტიპენდიები საერთოდ ნახსენები არ არის ხო რეფორმაში. ანუ ხო, ანუ უფასოდ ვისწავლებ, მაგრამ სტიპენდიას არ გადაიხდი, ხო, რა ვიცი, ანუ ვინ დამაფინანსებს, ოჯახი უნდა აფინანსოს ჩემი ჭამა მაშინ, ხო? ხო, შესაბამისად ვჭირდება რაღაცა სამუშაო პირობები, რაც ნუ თბილისშია, ხო? ეხლა იმაზეც რომ არის ლაპარაკი, რომ რუსთავში უნდა გადავიდეს კამპუსები, ეს საერთოდ რა და როდის იქნება, ან საერთოდ რა ფულით? შეიძლება ჰაერი დარჩეს რუსთავში და არც არაფერი არ აშენდეს, მაგრამ ამაზეც რო ვიფიქროთ, თქვათ, იქ რო სტუდენტები გადავლენ, თქვათ, სადიმუშავებენ. და მეორე საკითხი არის კიდევ, თქვათ ქუთაისი, ბათუმი და თბილისი იქნება უფრო ისეთი მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, სადაც იქნება, მაგრამ აი რეგიონები, როგორიც არის, თქვათ, თელავი, გორი, ზუგდიდი და ახალციხე, ხო, იმათ მთავარი ფოკუსი მათი იქნება აგრარული მიმართულებები და პედაგოგიური მიმართულებები. ანუ დღეს მათ როცა აქვს, თქვათ, სამართლის მიმართულება, ბიზნესი, ასე შემდეგ, მათ აუცილებლად მოუწევთ მაშინ, რომ დატოვონ რეგიონი და მათი ხარჯი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ეს ისე საერთოდ საინტერესო რაღაცა არის, რომ პედაგოგია, რაღაცნაირად პედაგოგიკა თითქოს მეცნიერ კვლევაში ჩართულობას ან კარგ ხარისხიან თქვა ფიზიკოსობას ეს ხო არ მოითხოვს. ანუ შენ უნდა ისწავლო ვითომ აი ციგნი წაიგითხო, დაიზეპირო შიგნით დაწერია და ამით ასწავლი სტუდენტს, ხო და ამითაც ასწავლის სტუდენტს, მაგრამ ცუდად ასწავლის. ფიზიკის დარგებს გაცილებით უკეთესად ვასწავლი იმას, რომელშიც მე თავს, რომელშიც მიმუშავია განსაკუთრებით. ვიდრე იმ დარგებს, რომლებიცშიც არ მიმუშავია და მით უმეტეს, რა ვიცი, ანუ აი ეგ საერთოდ რაღაც მოწყვეტილი. მაგიტომ არის, რომ გაუარესდა ჩვენი სასკოლო განათლება. ამ მიდგომაში ნამდვილად არის ეს საბჭოთა მოდელი, რომ პედაგოგიკა და ეს აგრარული მიმართულებები აღქმული არის როგორც რაღაცა პროფესიული დარგი. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა მეთოდოლოგიური ინოვაციები, კვლევა, გააზრება, იმისთვის, რომ მერე უნივერსიტეტები ხდებიან სკოლებისთვის მთავარი ჰაბი, რომ მეთოდოლოგიური დახმარება მიიღონ თანამშრომლონ და რაღაცა ახალი ცოდნა შექმნან. აგრარულ მეცნიერებებშიც ესე წარმომიდგენია, ძალიან ბევრი კვლევა საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცა იქ ნიადაგი იკვლიო, ახალი ჯიშები ჩამოაყალიბო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს როლი ეხლა მიდგომით არის დაკნინებული, რომ ვითომ აი რაღაცა პროფესიულ მომზადებად არის ესენი აღქმული. შენ მასწავლებელი იყავი კარგი და იქ რასის მასწავლებელი ხარ, მაგას უთხრათ ისწავლე, ხო? ფიზიკას და ის როგორ ფიქრობთ, მაგაზე შეგვიძლია რამე თქვა, ქუთაისში ცხოვრება უფრო იაფი იქნება თუ თბილისში? ეგეთ აი ესეთ რო შეიძლება სტუდენტების განაწილება. უფრო იაფი შეიძლება იყოს ქუთაისში ცხოვრება, მაგრამ შემოსავალი თუ არ გაქვს, მაშინ უფრო ძვირია, ხო? ანუ გააჩნია როგორი არის ურთიერთმიმართება შემოსავალსა და ცხოვრების ხარჯს შორის. პლუს ამდენი რომ მიაწყდება, თუ იციან გარანტირებულ 60,000 უნდა ჩავდე. ნუ 30,000 მაინც უნდა დამემატოს. ეხლა თუ 100,500 ისწავლოს საერთაშორისოსი 30-მდე მაინც თუ გაზარდეს ეგ რიცხვი ვთქვათ. ჯამში ყველაზე მაქსიმუმი რამდენი შეუძლია დაიტიონ ეხანდელი იმით? 40? 30,000 ამბობენ, ადრე 60,000 აბავდნენ, მაგრამ ცოტა ეს არის მისტიკის საკითხი. ნუ თქვა 30.
ანუ უეჭველი გაიზრდება იქ ადგილობრივი ფასებით, ქართული ბიზნესის წარმოებიდან გამომდინარე, როგორც აკეთება ხოლმე. მაგრამ მეორე შეცდომა ისევ ამ კონცეფციის არის ის, რომ რეგიონული განვითარება არის თითქოს მიზანი იმის, რომ რეგიონებში უფრო მეტი სტუდენტი სწავლობდეს. ანუ უნივერსიტეტების და სტუდენტების თბილისიდან გასვლამ უნდა განავითაროს თითქოს რეგიონები და ის რომ თქვათ რეგიონი უნდა განვითარდეს თვითონ იმისთვის, რომ სტუდენტები მოიზიდოს და ეს განათლების სფერო იყოს როგორც ამისი დამხმარე და ხელშემწყობი ფაქტორი აღქმული, ეს საერთოდ დანახული არ არის. ანუ თითქოს სტუდენტები რო ჩავარდნენ. არა, ეგ დანახული არ არის კი არა, ეგ პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოიხსნა. ანუ ჩახსნა და აი იძულების გზით უნდა გადაასახლოს სტუდენტები იქ, სადაც მათ თავისინებით წასვლა არ უნდათ მაინც და მაინც. ერთი კარგი ვარიანტი რაც მოვისმინე, იმისთვის რომ ქუთაისის უნივერსიტეტის შენახვა ახლა ძვირი უჯდებათ და აიძულონ ხალხს რომ გადავიდნენ იქ, საერთაშორისო სტუდენტები და ეს გაცილებით მეტი ფულია, ვიდრე სახელმწიფო აძლევს უნივერსიტეტებს ზოგადად. ეგ კარგი რატოა? კარგი ვარიანტი. არა, ეგ კარგი, ერთადერთი ახსნა, კარგი. ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რატომ შეიძლება ეს მოინდომო. ეგ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ცუდია, მაგრამ ქუთაისის უნივერსიტეტისთვის ეგ კარგია. უბრალოდ ქუთაისის ბიზნეს ჯიბისთვის კარგია. მოდი პირდაპირ თქვათ რა. ანუ ვინც ახლა ინახავს ქუთაისის უნივერსიტეტს, იმისთვის ეს ძვირია და დოტაციურია 30,000-ზე, როცა თვლი რაღაც კამპუსებს და 1500 სწავლობს მარტო. მაგას ესე იგი ან ცუდი მენეჯმენტი გაქვს, ან ცუდი პიარი აქვს, ან აი როგორც შავი ზღვის არენა მოიშორა ბიზნესამ, იმიტომ რომ უნდა არჩინოს, როგორც ქუთაისის პარლამენტი არავის არ უნდა, სახელმწიფოსაც არ უნდა, ოღონდ მოიშოროს, იმიტომ რომ ხარჯია, ესე ქუთაისის უნივერსიტეტი არის ხარჯი და როდესაც უცხოელ სტუდენტებს შეტანი ძალით, მაგალითად თუ ვიცი რომ სამედიცინოზე 5 მილიონს ვუხდიდი სახელმწიფოდან და 85 მილიონი შემოდიოდა უცხოელი სტუდენტებისგან, მაშინ ქუთაისში რა თქმა უნდა გადავიცვლი ხალხს და ჩემი ჯიბისთვის ეგ კარგი იქნება, მაგრამ სახელმწიფოსთვის ეს ფული მოაკლდება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ანუ არაცერთი სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩება, ეს კარგი არ იქნება, გარდა იმისა, ვინც იქნება ქუთაისის უნივერსიტეტში კონკრეტულად. მე ესე მგონია. ბაბი, თქვენ ხო არა რაღაც სხვა ვერსია? არა, ხო ეგ არის და ისევ კულტურული გაცვლის შესაძლებლობაც იკარგება, ხო? ანუ მარტო როგორც შემოსავლის წყარო ესე არიან ეს საერთაშორისო სტუდენტები დანახულები აი ამ პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა არის კიდე სხვა დამატებითი ღირებულებები, მათ შორის სამომავლო თანამშრომლობები, ასევე აკადემიური პერსონალის განვითარებაც, იმით რომ ისინი იძულებულები არიან, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკა უფრო კარგად ჩაერთონ იმისთვის, რომ ამ სტუდენტებისთვის იყვნენ რელევანტურები, ხო, რელევანტური ცოდნა მისცენ, ისე რომ ეს ცოდნის ჩაკეტვასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ესეთი პოლიტიკა. გამოფხიზლებაშიც გეხმარებიან ეს საერთაშორისო სტუდენტები, იმ გაგებით, რომ ცოტა სხვა სიტყვებით უნდა აუხსნა, ცოტა სხვანაირად უნდა აუხსნა და ამასობაში რაღაცებს თან სკოლიდან რაც მოყვება ჩვენ, იმათ სკოლაში ცოტა სხვანაირად სწავლენ, მაგათ უნდა შევხვდეთ, რომ ესე წერტილს ვერ აღიქვავენ გამრავლებისას პაკისტანელები. იმიტომ ჯვარს ხმარობენ. ანუ აი ეგ არის თქვა. ხო, და მძიმეთი გამოყოფა მძიმეთი მე მგონი ყოფენ, მაგრამ წერტილს როცა ვქვემოთ, როგორც პროგრამირებაში სვავენ წერტილს. მაგას აღიქვავენ როგორც ანუ ვერასხავება, შვაში დაცმული წერტილია თუ ქვემოთ და თვითონ წერენ ესე და მე ვეუბნები რომ არაჯობია, წერე როგორც წერტი. მაგრამ ეგ რო დავივიწყოთ, თქვათ ფინანსურ წყაროთ თუ უყურებ. ეგ ხო უნივერსიტეტს დააკდება, თქვათ აქ რომ მოდის. ეგ ნიშნავს რომ ქართულ სტუდენტსაც დააკდება, იმიტომ რომ პროფესორი თუ მოდიოდა აქ და ეუბნებოდი რომ იცი რა, აი უცხოელებს ასწავლე, ამდენს გადაგიხდი და ბარემ ქართველებსაც ასწავლე ამ ფასად და მაშინ აგიყვან. მაგას ვეღარ ეტყვი. კომპიუტერი რო იყიდე იმის ფულით, ის ხო იმას ხო ქართველიც გამოიყენებს. შეგიძლია ყოველ შემთხვევაში ისე გააკეთო პროგრამა. თუ არაადეკვატური ხარ, მარტო ისე გააკეთებ, რომ აი ეს მარტოა თქვენ და ქართველებს არაფერი, მაგრამ წესით ეს ფული ჩდება, მაგრამ ეხლა ეს ფული გაქრება და მაშინ ინფრასტრუქტურასაც ვერ გამოვითარებ და შეიძლება რა ვიცი, გათბობის ფულიც ვერ გამოვითარო, ხო? განვითარების შესაძლებლობას კარგავ და ერთ ინტერვიუში ვუსმინე, ზვიად გაბისონიასთან იყო ინტერვიუ, სადაც ჟურნალისტი ეკითხება, რომ რითი დაკომპენსირდება ეს თანხა და მართალია თუ არა, რომ პროფესორებს 10,000 ლარი ექნებათ ხელფასი და თქვა, რომ მართალია. ისინი ეკითხებოდნენ, რომ აი თუ არის რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და პასუხი იყო, რომ პრემიერ-მინისტრმა ასე თქვა და ხوار მოიტყუებოდა და აი ნახოთ ახლა მოიტყუება თუ არ მოიტყუება. ხო, პრემიერ-მინისტრთან ისეთი პორტფოლიო აქვს, რომ იქ მოტყუებული არაფერი არ არის, ხო? იცი რა მაინტერესებს? ანუ ოკეი, თქვა, რატომ უნდა ჩავაბარო საერთოდ უნივერსიტეტში? აი საერთოდ რატომ უნდა ჩავაბარო, თქვა, დიპლომს მომცემენ და დასაქმებაში მეხმარება დიპლომი თუ არა. მაგაზე ვიცი. მე ვიცი, აი ეს მიმართულებებს გააჩნია.
ხო? იმიტომ რომ შეიძლება ხა IT-ში ესეთი მნიშვნელოვანი აღარ იყოს დიპლომი, მაგრამ ეგეც გააჩნია როგორ ბაზარზე გადიხარ. თუ შენ გინდა რომ ეხა რაღაც სილიკონი ველის რაღაცა ესეთი მაშ მიიღო მონაწილეობა, დიპლომიც გჭირდება და ტექნიკური სკილებიც გჭირდება. თუ უბრალოდ გინდა რომ რაღაცა ტექნიკური რაღაცები აკეთო და შემოსავალი გქონდეს, შეიძლება არ მიაქციონ ყურადღება. მაგრამ გააჩნია როგორი ამბიცია გაქვს შენს პროფესიასთან დაკავშირებით და როგორი ინტერესი გაქვს. ისე რომ ეს ვიცით თქვათ რაღაცნაირად აი 3 წლიანი ბაკალავრი და 20 წლიანი ბაკალავრი როცა მექნება დადებული წვირწინ თქვა და უნდა ავირჩიო ამ ორ შორის. რამე ვიცით რომ ეს დიპლომი ანუ სრულფასოვანი იქნება, თანასწორი იქნება თუ არა, თუ სახელმწიფო დაავალდებულებს რომ ჩათვალოს ეს თანასწორად, თუ როგორ დაავალდებულებ, ეგეც გაუგებარია. მაგაზე არაფერზე არ ვიცით, ხო? მაგაზე არაფერზე არ ვიცით და პრობლემა არის ის, რომ მე ხაი 3 წლიანი უნდა აირჩიოს თუ 4 წლიანი უნდა აირჩიოს, ესეც უსამართლო გარემო არის ისევ სტუდენტისთვის, იმიტომ რომ სტუდენტს არ აქვს ეს ინფორმაცია რა შემთხვევაში, ანუ ეს რაღაც სამინისტროს უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა ეს ყველაფერი აუხსნა და გააგებინონ. და ისიც საერთოდ როგორ პროგრამებს შესთავაზებენ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება უნივერსიტეტმა თქვას, რომ კი ბატონო შევასრულებ ყველაფერს, რასაც სამინისტრო მეტყვის და ინჟინერიას ვასწავლი 3 წლიანი პროგრამით, თუმცა მერე აღიარების პრობლემა დამიდგეს და ნუ მერე პასუხისმგებლობას ამაზე არავინ არ აიღებს, ხო? ისე რომ ესეც უსამართლო საკითხია. და აღიარების თვალსაზრისით პრობლემები ერთი რომ 11 წლიანი სასკოლო განათლების შემთხვევაშიც ნამდვილად იქნება. ეხლა რაც იყო ნათქვამი რომ შესაძლებლობა იქნება რომ ვისაც უნდა 12 წლიანი პროგრამა დაასრულოს, ესეც რაღაცნაირი მიშენებული ლოჯისავით არის ეს მე-12 წელი, იმიტომ რომ მე-11 წელი სკოჩით რო ამაგრებენ ხოლმე იმას. მე-11 წელი თუ იქნება ეს რეპეტიტორიუმი მე-12-ში რას აკეთებ, რომ უკან სასკოლო სუპერ რეპეტიტორიუმი მაშინ უბრუნდები და თან ეხა ეს ამ შემთხვევაში სასწავლო წლები კი არ არის მაინც და მაინც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის რა სწავლის შედეგებზე გადიხარ და რას ასწავლი, იმიტომ რომ ატესტაც და ეს ნიშნის ფურცელსაც უყურებენ, ხო? ეხლა ეს რეპეტიტორიუმს არ მივიცი, მე ვინ გაიგებს ეს რას ნიშნავს საერთოდ. ისე რომ ამაში პრობლემა არის. ისე ორი პროგრამა რო იქნება, ეგეც ხო პროგრამაა, იმიტომ რაც უფრო მეტი პროგრამა გაქვს, იდეაში ეგ ფასის ხრივ, ანუ უფრო ძვირი დაგიჯდება. იმიტომ რომ სახელმწიფო ცალკე, პედაგოგის მომზადება ცალკე, შეიძლება საერთოდ სხვადასხვა პედაგოგი დაგჭირდეს. ერთ კლასში ვეღარ გავაერთიანებ ამ ხალხს, გამოდის და ანუ წესით ვაურმაგებ საქმეს, რომელიც აქამდე ისეც ძლივს აკეთებს სკოლა იმას, რომ ბავშვი გამოუშვას. საერთოდ ნიშნავს ჩემთვის ახლა ძალიან ბუნდოვანია. ანუ ეს რეპეტიტორიუმიც და იმის მერე მე-12 წელი. ხო, აღიარებასთან დაკავშირებით, ან 3 წლიან ბაკალავრიატს შეიძლება ქონდეს ის პრობლემა, რომ გარკვეული მიმართულებებით ის სწავლის შედეგები, რასაც 3 წლის განმავლობაში გადიხარ, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ საერთაშორისო სწავლის შედეგებთან იყოს თავსებადი. და პრობლემა არის ისევ, როგორ აიღებენ ამაზე პასუხისმგებლობას დარგის პროფესორები და უნივერსიტეტები და რამდენად შეძლებენ რომ აი ამ სამინისტროს გაურკვეველ პოლიტიკას შეეწინააღმდეგონ. ხო, არ ვიცი. მე მაგაზე პასუხი მაქვს ის რომ მე 2000 რომელშიც ჩავაბარე, აი კარგად არ მახსოვს, მაგრამ ილიაში როცა ჩავაბარე დოქტორანტურაში, მაქედან მოყოლებული 5 წელი იბრძოდა ფიზიკის ფაკულტეტი იმისთვის, რომ გაეზარდა კრედიტების რაოდენობა ფიზიკის საათები, რომ აი ადეკვატური რაოდენობა კრედიტები აიღო, რომ მე უცხოეთს დახედავენ, არ თქვან რომ ეს რა სიგიჟეა, ეს მინიმუმი არ აქვს შესრულებული. ანუ სასაცილომდე მიდიოდა, რომ თქვა ფიზიკოსი აბარებდა ქიმიკის ფაკულტეტზე და იქ ეუბნებოდა, რომ ფიზიკის საათები არ ყოფნის, იმიტომ თქვა კვანტური რაღაც კონკრეტული კვანტური ოპტიკა თუ გავლილი არ აქვს და ჩვენ მაგისტრატურაში ეგ გჭირდება. იმიტომ რომ თანამედროვე მიდგომაში გჭირდება თქვა. სტუდენტების რაოდენობა როცა შეამცირო, ამცირებ წლებს, რომელსაც სტუდენტი ატარებს უნივერსიტეტში და მაგის ხარჯზე ამცირებ ხარჯს, რომელსაც ხარჯებს სტუდენტზე. და ეგ სხვათა შორის ძალიან ისეთი სათუო საკითხი არის. მე კარგია ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის, რომ 3 წელიწადში გამომიშვეს, თუ ცუდია, იმიტომ რომ ერთის ხრივ შეიძლება ვიღაც უხარია, რომ 3 წელიწადში დიპლომი ჭირდებოდა, უბრალოდ ავიღე და ვიმუშაებ. მეორეს შეიძლება ხდებოდეს, რომ არის ეგეთი კვლევა, რომ 1 წელი დატარებული განათლების
უმაღლეს განათლებაში 25% ზდის შენ ხელფასს. არა, თუ 10%-ით, 10%-ით მეგონა. საქართველოში ხა ეგ ცოტა შემოტრიალებულად მინდის ეგ ტენდენცია, მაგრამ კი ეგრე. 10%-ით არის, ხო მეგონა? 10-ით გამოდის რომ, 10% მინიმუმ ხელფასის დამაკლეს. Plus შეიძლება ჩემი დიპლომები უკვე ალმაცერად უყურებენ, იტყვიან რომ იცი რა შენ საერთოდ რეფორმის წელსაგან დამთავრებული. Plus შეიძლება ისედაც ალმაცერად მიყურებენ უკვე 20 წლიანი ბაკალავრიტის რო დატოვონ, იმიტომ რომ სკოლაშიც რა ვისწავლე. არ ვიცი და ვასწრებ თუ არა ამის სწავლას, ეგეც არ ვიცი და მე როგორც ვთქვი, ძირითადი პრობლემა უნივერსიტეტებში ახლა მე ყოველ შემთხვევაში მე როგორც ლექტორს ისე მაქვს რომ სკოლიდან მოდის ძალიან სუსტი ბავშვი რომელმაც ის პროგრამა რაც სკოლაში დაავალეს არ იცის. ზედმეტი კი არ ასწავლეს იქ 12 წელს განმავლობაში, ანუ ვერ ასწავლეს ის რაც 12 წელზე იყო გაწერილი და ამის მოგვარების ნაცვლად ამას ამცირებ, კიდე ბაკალავრიატს მიმცირებ, მე მეუბნები რომ იცი რა, შუშანიკის ზოგადად ცუდად იცის ქართული შენ ასწავლე ფიზიკის ფაკულტეტზე. და გამოუშვი ფიზიკოსი რომელმაც ქართული უკეთ იცის, მაგრამ რის ხარჯზე რომ ერთი წელი წამართვი და კიდე ქართული მასწავლებია, ხო? ანუ გამოდის რომ ფიზიკა იმას არ ეცოდება, მაქსიმუმ დაждდება, რა ვიცი, ჩარხის ოპერატორად და ეგ თუ არის მიზანი. შუშანიკს მოყვება. და გაიხსენებს და ჯიღით ასცემდა პირსა მის საუწყალო და ხო, ანუ მაგას გაიხსენებს და ეგეთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ქვეყანაში მოთხოვნა ეგეთ სპეციალისტებზე არის. და არა იმაზე, ვინც მართლა იცის აი ის დარგები, რომელიც ჩამოთვლილია. თქვათ თეორიული სამართლის სპეციალისტის მოთხოვნა ეთყობა არ არის ჩვენთან, იმიტომ რომ არავინ არ უყურებს მაგას. სამართლიანობა როგორ განვითარდა ახლა კაცობრიობაში და აი სინამდვილეში სამართლიანი კანონი რას ნიშნავს? მოდით ამაზე ვიფიქროთ, არა, ვფიქრობენ რომ მე მჭირდება ამდენი პროკურორი, ამდენი ადვოკატი, ამდენი ნოტარიუსი, რომ ეს დავამტკიცო, მორჩა. ესე ქვეყანას ვერ განავითარებ, ანუ იქნები მართლა მომსახურე პერსონალი და მომსახურე პერსონალად ყოფნა არ ვაკნინებ არავის, ანუ არ ვამბობ რომ ეს ცუდია, უბრალოდ ქვეყანაში როცა ყველა მომსახურე პერსონალი ხართ, ეგ უკვე ქვეყანა არ არის, ეგ არის უბრალოდ დიდი სამიკიტნო, ან დიდი რაღაც ისა კურორტი. საზრისით რომ განვითარების პოტენციალს კლავ. შვეიცარიაც არის თქვა კურორტი, ქვეყანა კურორტი, ხო? და ბალიც არის ქვეყანა კურორტი. ოღონდ შვეიცარიაში ვიცით რომ ჰაიტეკიც აქვთ და შვეიცარიელები სხვანაირად ცხოვრობენ და თქვა იგივე ბალიზე, ან ბალივიც კაი ვარიანტია, მალდივებზე. მალდივებზე ძალიან კაი ხავა, მაგრამ პატარა კუნძულები რო შეხვიდეთ იმ მუზეუმში ატირდებით, იმიტომ რომ თქვა დამბაჩა აქვს შენახული, რომ და თვითონ ვერ აწარმოებენ. მაგრამ აი მე-17 საუკუნიდან დარჩა ის დამბაჩა და აი რა ვიცი, ჩვენთან აი ბინაში რო შეხვიდე, უფრო დიდი ისა გაქვს ისტორიული შრე აღებული, ვიდრე იმათ. მაგრამ ამ დონეზე დავეშვებით ძალიან ადვილად, იმიტომ რომ ხედავთ უკვე რეაქტორი ქონდა ატომური, ეხლა აღარ გვაქვს. უნივერსიტეტები ქონდა და ეხლა ამბობენ რომ ზედმეტია. აი, რამოდენიმე შეკითხვა სამოვიგო, შეიძლება სწრაფად ბლიცის რეჟიმში რომ უპასუხოთ. აქ ეს შეკითხვა დიდია საკმარისად, მაგრამ დაიყვანება იმაზე, რომ მართალია რო არა, რომ კერძო უნივერსიტეტებში აღარ დამიფინანსებდა სწავლება ოფიციალურად ვინმე თქვა ან დაწერა სადმე როგორ ვხედავთ ხდები, კარგს არაფერს არ შობა ეს რეფორმა და აი ამიხსენითო. კი, ეს უკვე ოფიციალური ამბავია, იმიტომ რომ კანონში არის ცვლილება შესული, რომ კერძო უნივერსიტეტებში დაფინანსება ვეღარ წავართ, რომ საგრანტო დაფინანსება გაუქმდა. ხალხო, ახლა რა იქნება? ანუ მაღალქულიანები უნდა ავიღოთ, მაინც რომ უნივერსიტეტში მოვხდეთ? და კერძოებს რას უპირებენ? აი ამაზე გვაქვს პასუხი. მაღალი ქულები ყოველთვის კარგია. მაგრამ რადგან სავარაუდოდ აი ამ დაფინანსების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმ დაპირებიდან რომ უფასო უნდა იყოს ეს განათლება, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტის რაოდენობა. ალბათ კონკურენცია გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვაზე, იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამბობენ, რომ დაფინანსდება განათლება, თუმცა განათლების ბიუჯეტიდან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ მისაღები კონტინგენტი შემცირდება, მაგრამ თუ მოვუსმენთ ირაკლი კვაბახიძის ოფიციალურ განცხადებებს, სამი ვარიანტი არსებობს. ერთ ვარიანტში ამბობს, რომ მისაღები კონტინგენტის რაოდენობა არ შეიცვლება, მეორე ვარიანტში ამბობს, რომ სტუდენტების რაოდენობა მთლიანად შემცირდეს 40,000 სტუდენტით და ეს ქართველებზე არის ლაპარაკი, ამიტომ ვარაუდობთ, რომ შემცირდება მისაღები კონტინგენტი და მესამე განცხადება იყო, რომ გაიზრდება ეს მისაღები კონტინგენტი, ისე რომ ჯერჯერობით გაურკვეველია სინამდვილეში რა დაემართება ამ კონკურსს. სინამდვილეში იქ რაღაც ჩანაწერი არის, რომ რაღაც CEPs, ანუ ვინ ჩააბარებს უნივერსიტეტში, კიდე რაღაც სამინისტროები იტოვებენ, ანუ თითქოს მთავრობა იტოვებს, რაღაც კიდე
დამატებით უფლებას არა მარტო ქულებით ჩარიცხოს, არამედ კიდე რაღაც თავისი მოსაზრებებით. თუ მეჩვენება ეგ ჩანაწერი იყო. წესი ეროვნული გამოცდების გარეშე გამონაკლისების ჩარიცხვის შესახებ. ასევე არ ვიცით, უბრალოდ ვიცით ის, რომ სახელმწიფო, მაგრამ მთავრობა უნდა განუსაზღვროს თითოეულ უნივერსიტეტებს, რომელ პროგრამებზე ექნებათ სტუდენტების ჩარიცხვის უფლება და ასევე უნდა განუსაზღვროს რა რაოდენობის სტუდენტის ჩარიცხვის უფლება ექნება თითოეულ პროგრამაზე და ეს რაოდენობები, აი პროგრამების მიხედვით სად როგორი იქნება და შესაბამისად კონკურსი სად როგორი იქნება, ეს ჯერ არ ვიცით და სავარაუდოდ გვეცოდინება თებერვალში. 9 თებერვალი არის ამისი ვადა. და მე უნდა გადაწყვეტოს სწრაფად უნივერსიტეტი, აი რომელი უნივერსიტეტი მოვნიშნო, იმიტომ რომ მაშინ მეცვენება მხოლოდ. მე ერთ-ერთი რასაც დავამატებდი, აი ზუსტად შეგვიძლია ვთქვა, რომ ფული თუ არ იცვლება, ან ხარისხი გაუარესდება. კვეთრად თუ ყველა ესენი უნდა დარჩეს, ან უნდა გაყარო ბევრი ხალხი დატოვო გარეთ და გადარჩევის რაღაცა მეთოდი უნდა მოიფიქრო. თუ იქნება ქულები, ეს კიდე სამართლიანი ვარიანტი იქნება. თუ მართლა სამართლიანი კონკურსით ჩააბარეთ, მაგრამ რადგან ჩანაწერი გვაქვს გამონაკლისების, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვებისთვის გამონაკლისების გაკეთების, ვიცით რომ უეჭველი გამოიყენებს ამას მთავრობას თავის სახალისოდ და ვთქვათ, ალბათ მოგიწევთ აქტივისტი გახდეთ იმისთვის, რომ ჩაირიცხო უნივერსიტეტში უფასოდ, თუ ვთქვათ, სწავლით არ შეგიძლია. მაგრამ იქ შეიძლება სწავლითაც არ მოხდა, იმიტომ რომ ყველაფერი გამონაკლისით ჩაირიცხა. ანუ არაფერი დაკონკრეტებული არ არის, არავითარი პასუხისმგებლობა აღებული არ არის, არავითარი გარანტია არ არის მიცემული სტუდენტზე, რა მოხდება, როგორ ჩაირიცხება და რას იზავს. არამც თუ მომავალ წელს და სწავლის დასრულებისთვის, არამედ აი ხა თებერვალამდე არ გეცოდინებათ არაფერი აბსოლუტურად, რომელ ფაკულტეტს მონიშნავთ, რომელ უნივერსიტეტს და საერთოდ ამაზე ფიქრით შეიძლება ვერ დაიწყოთ. ბაზრის კვლევაზე არ ვიცით, როგორ ბაზრის კვლევას ჩაატარებენ, რამდენად რეალურად ვალიდური იქნება ის შედეგები, რასაც მივიღებთ და ასევე მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობა და ამითი გადაწყვეტა იმის, თქვათ, ჩვენ რა ინტერესები გვაქვს და რისი სწავლა გვინდა სამომავლოდ ჩვენს თავს სად ვხედავთ, ესეც უსამართლოა, იმიტომ რომ შეიძლება საქართველოში საერთოდ არ მინდოდეს და არ არსებობდეს ის სფერო და მიმართულება ამ ბაზრის გათვალისწინებით, სადაც საკუთარი თავი წარმომიდგენია, მაგრამ ეს ფართო შესაძლებლობები ამითი შემეზღუდება. ნუ მაგაზე ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ რატომ უნდა დავაფინანსო სახელმწიფომ, თუ საქართველოში ეს არ არის, მაგრამ ამაზე პასუხად შემიძლია მოვიფიქრო, რომ ოკეი, AI-ზე როგორც არ არსებობდა AI 5 წლის წინ საერთოდ, უბრალოდ არსებობდა, მაგრამ ესე გამოყენებადი არ იყო და გაჩნდა უცბად და ეხლა ვერ გააჩენ იმდენ სპეციალისტს, რომელიც აი ხა მაგალითად საქართველოში, უზბეკეთში განათლების სამინისტროსთვის ააშენეს და აპირებენ ააშენონ გამოცვლითი ცენტრი AI ქარხანა არა, მაგრამ რაც ქვია მაგას AI data ცენტრი, რომელიც განათლების სფეროს მოემსახურება, რომ ოპტიმიზება გააკეთოს და საქართველოში მაგას ვერ ვაკეთებთ. საქართველოში მაინერები ავაშენეთ, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ თქვათ NVIDIA-სთან დადოს კონტრაქტი იმისთვის, რომ data ცენტრი ააშენოს, იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ოპტიმიზაცია გააკეთოს კვლევის. საქართველოში გვაქვს 15-ია ის პოლიტ საბჭოს წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეგრე ჯობია. და ეს პრობლემა არის ზუსტად იმის, რომ განათლება არ გვაქვს წესი არის ადეკვატური და ბაზარი მაგას ვერანაირად ვერ იწინასწარმეტყველებს. 5 წელიწადში შენ დაგჭირდება ინჟინრები, თუ ვიღაც სხვა, შენ გჭირდება ხალხი, რომელიც შეიძლება აქ სწავლობდა, გააგრძელოს სწავლა უცხოეთში და მე როცა ნახეს, რომ აი საქართველოში ახლა მაგის კეთება შეიძლება, დაბრუნდნენ უკან, თქვათ. ანუ ეგ საერთოდ ისევ იმაზე გადის, რომ ბაზრის კვლევაზე დაყნობით ეხლა საქართველოში საერთოდ არც ერთი კაი სპეციალისტი არ უნდა გაჩერდეს. იმიტომ რომ მაგაზე მოთხოვნა არ არის. საქმდები პოლიტიკური ნიშნით, ჰაბიტუსით, ან რა ვიცი, დედის დაგინებით პარლამენტში. ანუ მართლა არანაირი ბაზრის კვლევა არ გაჩვენებს, რომ განათლებას მნიშვნელობა აქვს საქართველოში. ანუ ხო არ ვაზვიადებ არაფერს, ხო ეგ არის გადარჩევის მექანიზმი მთავრობაში და ანალოგიურად ბიზნესში, იმიტომ რომ ბიზნესი აფილირებულია მთავრობასთან ჩვენთან ძირითად ნაწილში და ფულიც რაღაცნაირად ერთად აქვს განაწილებული. და გამოდის რომ მაშინ ამჭირდება განათლება, მაგრამ თუ განათლება არ მაქვს, მომავალი არ მექნება, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გამსაზღვრავ. ოპერატორად, აი ხო ხედავთ, რომ საქართველოს ახლა ვერ ააშენა COVID-ის დროს, ვერც ერთი კვლევა ვერ დადო, რომელიც თქვა კლინიკურ ვაქცინების ეფექტურობა ვერ დავტესტეთ. ვაქცინები ვერ მოვიგონეთ, კაი, ჯანდაბას, თქვა არ ქონდა, მაგრამ მაგის ეფექტურობა ვერ დავტესტეთ. არ ვიცით, რომელი ვაქცინა მუშაობდა საქართველოში უკეთესად. არავითარი დამტკიცებულობითი ბაზა არ აქვს მაგაზე. მარტო ესე ვარაუდებს. ამიტომ
მე მგონი ეს კიდე ერთი აი კუბო დგას განათლების სისტემის და ესელურსების ჩაჭედება არის ყველა ის პუნქტი რომელიც ახლა გავიარეთ და ეს ბაზრის კვლევა იქნება ვენოკი ამ კუბოზე იმიტომ რომ მე არ მესმის როგორ შეიძლება განათლებას ილაპარაკო ისე რომ მომავალზე არ ფიქრობდე და ვერ ხვდებოდე რომ ეს მომავალია ამიტომ ამ ოპტიმისტურ ნოტაზე რა შეიძლება რომ აბიტურიენტებს უთხრათ ისეთ იმედის მომცემი? იმედის მომცემი არის ის რომ ინსპირაცია რითი გავუკეთოთ რომ მაინც იშრომონ და მე ვთვლი რომ არ უყურონ იმას რაც საქართველოში ხდება აი ეს არ აიღონ მაგალითად ნახონ საერთაშორისო პრაქტიკა რა არის საუკეთესო მაგალითები აარჩიონ სოფლიოში არის მაგის საშუალება და დაიწყონ იმ მიზნისვე სვლა და თუ გაიაზრებენ მშობლები და მოსწავლეები თუ უცბად მიხვდებიან რომ საქართველოს ადეკვატურად ამას არ პასუხობს და საქართველოს მთავრობა არ სთავაზობს ადეკვატურ შესაძლებლობებს მაშინ გააპროტესტონ რაც შეიძლება ხმამაღლა და მიაწვდონ ხმა მთავრობას რომ ისინი დაინტერესებულები არიან მომავლით და არა იმით რომ უბრალოდ დიპლომი აიღონ რომელზეც რაღაცა წარწერა იქნება გაკეთებული რომელიც რავი ან გამოადგება ან არა ვინც არის ამით დაინტერესებული კი ბატონო დაკმაყოფილდეს მაგრამ ვინც არა რაც შეიძლება ხმამაღლა გააპროტესტეთ ეს შემიძლია ერთ-ერთი ვთქვა იმიტომ რომ სხვა გზა არ არის და მომავალზე იფიქრეთ არა ესე ლოკალურად მარტო საქართველოს ჭიროს არამედ გლობალურად კაცობრიობაში რაც ხდება და სოფლიოში იმიტომ რომ ლოკალურად არაფერი კარგი ჩვენთან აღარ ხდება ეხლა უნდა მეთქვა რომ კარგი დასასრულია თქო მაგრამ ბოლოს მაინც წარმატებებს გისურვებთ იმედია უკეთეს პირობებში და გარემოში მოგიწევთ ცხოვრება. ილიაონის პოდკასტი გააგრძელებს დისკუსიებს და ეცდება რომ აი ამ გაურკვეველ და ბუნდოვან მდგომარეობაშიც რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. და ეკრანი ჩააბნერეთ აქტივურად.